აბა გოგოებო, დროა? დროა, ასეთი რაღაც არასდროს წამისვამ სახეზე. ნასტია, ყველაფერი პირველად ხდება, ბიჭებო? დიანა, ჩვენც? ყველა სმაილ, მძაფრი ემოცია რომ მივიღოთ. კარგი საყურებლო, რასაც შენიტყვი. აბა ბავშვებო, წავედით? წავედით. გამარჯობა ნასტია, ვახშმზე წამოხვალ. დიმა, ჯერ არ გივახშმია, არ გძინავს? მასწავლებელო მაიკ, შეხედეთ, ვიღაც არაკლია? როგორც ხედავ, ყველა აქ არის. მასწავლებელო მაიკ, გაახილეთ თვალები და კარგად შეხედეთ. ყველა არ არის. მართლა, შენი მეგობრები სად არიან? სმაილ, არ ვიცი, დღეს გავიღვიძე და არავინ იყო და ახლა ჩემგან მოითხოვილ ყველაფერს, იმიტომ რომ მე გუნდის კაპიტანი ვარ. ბაყაყებო, ყველა აქ ხართ? აქ ვართ. კარგია, რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ ახლა ვიღაც შარშია. ხო, ლეილა, მართალი ხარ, მაგრამ ვერ ხვდები ვინ გვაკლია. გეტყვით, მასწავლებელო მაიკ, აქ არ არის ფეხბურთელი დიმა და 3 ჩერლიდერი ბანი. დიანა, ახლა შარში იქნები. მომისმინეთ, ვინმეს ხომ არ გინახავთ ბანის ჩერლიდერები? არ გინახავს. დიანა, რაღაცას გიწყობენ. ვიცი, სმაილ. თქვენი ჯერია. კარგი, პირველ რიგში დიანას შევეკითხები. დიანა, შენ ხარ ჩერლიდერების მეთაური, ხო არ იცი ჩერლიდერები სად არიან? მასწავლებელო მაიკ, ნეტა ვიცოდე, ყველამ ერთად დავიცინეთ, მაგრამ მე მარტომ გავიღვიძე. მომისმინეთ, ეს დიანას ბრალი არ არის. დიანა რა შუაში თუ ჩერლიდერები სადღაც წავიდნენ. კოსტა, სად არის შენი მეგობარი დიმა? ჩვენ ხო პირობა დავდეთ, რომ სახლის ტერიტორიას არ გავწდებოდით. ვა, მხოლოდ მე არ მქონია პრობლემები, კოსტასაც. დიმა უბრალოდ სადღაც წავიდა და გაქრა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. ბავშვებო, უკვე ასეთი პრობლემები დაიწყო და აქ რამდენი ხანი უნდა დავრჩეთ? დაწესები უფრო მკაცრი იქნება. მაგარია, სხვების გამო ჩვენ უნდა დავისაჭოთ. დიმა სად არის? დიანა, სად არიან შენი ბანის ჩერლიდერები? ყველა აქ ვართ, აქ უნდა იყვნენ. ჯული, შენ დაწყრდი. მომისმინეთ, არ არის ჩემბრალი, რომ ჩემი ჩერლიდერები სადღაც წავიდნენ. მთელი ღამე ვერ ვიქნები ფხიზლა და ვერ ვაკონტროლებ. აი, ორი დაკარგული გამოჩნდა. ვა, დიმა და ნასტია სასეირნოდ იყვნენ. I wake up, flex, thumb down now, check, no drip this, tell them run it up, no sleep, no rest, might crash, might wreck, but first I stretch, tell them run it up. Wow! რა? მაგარია. შეხედეთ. ვაიმე? აქ მანქანა საერთოდ როგორ მოიყვანა? მე მაინტერესებს ნასტია როგორ აღმოჩნდა დიმას მანქანაში და სად იყო აქამდე? I wake up, flex, thumb down now, check, no drip this, tell them run გამარჯობა. ვახშამი ხო არ გამოვტოვეთ? ხო, უბრალოდ იმდენი ხანი დავდიოდით და გვავიწყდა ვახშამი საერთოდ. აი მასწავლებელო მაიკ, პირველი პრობლემა, ატარებდნენ მანქანას. დიმა და ნასტია, თქვენ წესები დაარღვიეთ. ეს დიმა სულნერვებს როგორ უნდა მიშლიდეს? ნასტია, შენ ეს რას ნიშნავს? ესენი მანქანით დადიოდნენ და ჩვენ აქ ვხედავთ? ხო, ამათ შეუძლიათ გასვლა და ჩვენ არა? ხო, დიმა, ჩემ გარეშე წახვედი საფეფარეშოში, არა უშოვს. ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ, მე და დიმა ერთად ვართ. ხო, ალბათ ყველამ არიცოდით. და ახლა უფლება გვაქვს ერთად გავატაროთ დრო, მხოლოდ ჩვენ ორმა. დიანა, შენს მეგობრს რა მეუთხარი, თორემ მე გავუმკლავდები. დიმა, მთელ ტერასას შენ დაასუფთავებ, ეს არის შენი სასჯელი. ლეილა, ნასტიას მე გავუმკლავდები. ნასტია, ახლა ოთახში წავალთ და სერიოზული საუბარი გვექნება. საყვარელო, ეს არ მომწონს. მარტო დიმას რატო უნდა ყავდეს აქ მანქანა? ჩვენც მოვიყვანოთ. სმაილ, რა მანქანა უნდა მოვიყვანო? შენი ვარდისფერი. კარგი, მაგრამ საჭესთან მევჯდები. ხო, და ზოგჯერ მეც. კარგი. ჩავარტყი. დიმა, შარში ვარ. არა, ჩემი ბრალიცა, კოსტა, რატო არ დამიცვი? მე ვთქვი, რომ საფეფარეშოში წახვედი, მაგრამ მანქანით შემოხვედი, რა უნდა გამეკეთებინა? დიანა, ძალიან გამიბრაზდები. ნასტია, სერიოზული შეცდომა დაუშვი. ახლა ოთახში წავალთ და ვისაუბრებთ. მეც მოვდივარ. წამო. ნასტია, მკვდარი ხარ. გომბეშვებო, ნუ გიხარიეთ. კარგი, ყველა მომისმინეთ, თუ ვინმე ამ ტერიტორიას კიდევ დატოვებს, ან წესებს არ დაემორჩილება, სახლში გაგაგზავნით. და ეს ხუმრობა არ არის. მაგარია, ვიღაცების გამო მასწავლებელმა ის ხასიათი გაუფუჭა და ახლა ყველაფერს ჩვენზე გადმოიტანს. ხო, უსამართლობაა. ნასტია, ასე როგორ მომეკეცი, ხო მიცი რომ როგორც კაპიტანი ვალდებული ვარ რომ ვიცოდე სად ხართ. დიანა, რა პრობლემაა? შენ არ დამეხმარა დიმასთან ყოფნაში, ახლა ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი. ნასტია, დიანას რაღაცას უწყობ და საერთოდ მერი და კნობა სად არიან? ხო, მართლა, სად არიან კნოპა და მერი? ღამე ერთად გახვედით?
საყვარელო, შენი მეგობრების გამო სულ პრობლემა რატო გვაქვს? დიანა, მე დიმასთან ერთად წავედი სასეირნოდ და მერი და კნოპა წავიდნენ რომ ტერიტორია გამოეკვლიათ, არ ვიცი სად არიან, არ იყვნენ ჩემთან ერთად. მაგარია და ახლა ლეილას და მასწავლებელმა იქს რა უნდა ვუთხრა, რომ მე ღამე მშვიდად მეძინა და კნოპა და მერი რაღაცის გამოსაკვლევად წავიდნენ? დიანა, შენი ბრალი არ არის, მერი და კნოპა თუ დაიკარგნენ ვიპოვით. ნასტია, ასეთი კულუპულო რატო ხარ? დიანა, კნოპასა და ყველგან ვეძებე და ვერსად ვნახე. დიანა რა შუაშია? მომისმინე რომეო, შენ უჩაერებ. ტიმურ კნოპასთვის ყურადღება უკეთესად უნდა მიგექცია, ახლა მაგის გამო დიანას აქვს პრობლემა. კარგი, მოდით ყველამ ჩავისუნთქოთ და მშვიდად ვიფიქროთ. სად შეიძლება წასულიყვნენ? ტიმურ, კნოპას შენთვის რამე ხომ არ უთქვამს? პატარა. არ ვიცი, რაღაც სახლის შესახებ ლაპარაკობდა, იქნებ იქ წავიდა. ჩვენი გვერდზავალთ. მაგარია, მასწავლებელმა მაიკმა გუშინ გაგვაფრთხილა, რომ იმ სახლში ცხვირის შეყოფაც არ შეიძლება და ახლა საერთოდ არ ვიცით ვინ ცხოვრობს, გაგაფრთხილეთ. ხო, იქ ზომბები ცხოვრობენ. სმაილ, სასაცილო საერთოდ არ არის. სხვათა შორის გუშინ ღამეც არ გვინახავს კნოპა და მერი კარგად. საყვარელო, უბრალოდ მთხოვე და მათ მოსაზრებნად წავალ. მომისმინე, ის შენთვის არის მხოლოდ დიანა და საერთოდ ამ ოთახში რას აკეთებ? აქ შემოვედი, იმიტომ რომ კალათბურთელი ვარ. კი, ნამდვილი კალათბურთელი ხარ. სმაილ, მომისმინე, ახლა კამათ ის რო არ არის. უნდა ვიპოვოთ მერი და კნოპა აუცილებლად, მაგრამ ტელეფონიც კი არ აქვს, მასწავლებელ მაიკს აქვს, მაგრამ კნოპას მეორე ტელეფონი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ უნდა დავეკოთ ჩვენი ტელეფონები მასწავლებელ მაიკს აქვს? მოკლედ, გთავაზობთ, რომ როცა ყველა დაიძინებს, ჩვენ ყველა, მე, სმაილი, რომეო, ნასტია და ტიმური წავიდეთ და მოვძებნოთ მერი და კნოპა. იქნებ იმ სახლში შესვლაც მოგვიწიოს. საშიშ სახლში. არ ვიცი, წავიდეთ. მაგრამ მე მეძინება, ჩემს გარეშე მოგიწევთ. არა, ყველა ერთად მივდივართ. მეგობრებო, ჩემთან ერთად თუ იქნებით, არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ, თუნდაც იმ სახლში. და ზომბები თუ არიან, მომისმინე ბავშვო, შენ თუ ასე ძალიან გეშინია, შეგიძლია აქ დარჩე. მე არაფრის არ მეშინია. გაჩერდით ბიჭებო, რომეო, კარგი, ჩვენთან ერთად წამოხვალ. დღეს ყველა შავს ჩავიცვამთ, რომ ვერ დაგვინახონ და ვერ გაგვარჩიონ. ღამე 12 საათზე წავალთ და ვიპოვით კნოპას და მერის. მე შავი ტანსაცმელი რომ არ მაქვს. ნასტია, რამეს იპოვი? დიმა. მოკლედ ხოსტა ძალიან მაგარი გასეირნება გამოგვივიდა. ყველა ფანჯარა ბოლომდე ჩავწიეთ და ყველა ჩვენ ვიყურებდა. მაგარია, მაგრამ არ მგონია რომ შენთვის ეყურებინათ, ნასტიას უყურებდნენ. მარტო ნასტიას რატო უყურებდნენ? მეც მიყურებდნენ, იმიტომ რომ მაგარ მანქანას ვატარებდი. დიმა, უბრალოდ ასე მეორეჯერ აღარ მომექცე. თუ ახლა აპირებ რომ მარტო ნასტია ატარო ხოლმე და არა შენი მეგობარი. კოსტა, ხო იცი რომ ახლა ურთიერთობაში ვარ, მაგრამ ზოგჯერ შენს გატარებ ხოლმე. ისე დიმა რაღაც მოხდა, ჩემი მერი არსად არ ჩანს. ვა, სად შეიძლება წასულიყო? არ ვიცი, გუშინდელის მერი არავის არ უნახავს, დიანამაც არ იცის კნოპა და მერი სად არიან. არა უშავს კოსტა, შენ მერის იპოვიან. გინდა მოგიყვე პირველად ნასტიას როგორ ვაკუცე? არა, არ მაინტერესებს. კარგი კოსტა, როგორც გინდა, მაგრამ ისე არ უნდა გწყინდეს, ჯობია კარგი მეგობარი იყო. აი, ის მეშინია, იცი რომ მერი და კნოპა დაიკარგნენ? პიცა არავინ არ დაკარგულო, უბრალოდ სადღაც ერთობიან და ალბათ დაბრუნდებიან. მაგრამ ცოტა შემეშინდა, იქნებ მეც დავიკარგო. პიცა ამ ტერიტორიას თუ არ დატოვებ, ვერც დაიკარგები. თუ უკვე გაქვს რაღაც ჩაფიქრებული. არა, არანაირი გეგმა არ მაქვს, მაგრამ მერი და კნოპა გუშინდელის მერე არ გვინახავს და იქნებ შარში არიან. მეგობრებო, კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ საჭმელს, ძალიან ხშირია. მომისმინე, ცოტა ხანიც დაიცადეთ, უკვე თემშებს ვაწყობ. რაიან, თუ გინდა რომ საჭმელი მალე ჭამო, მოდი და შენს დაგვეხმარებ. არა, მე დღეს უკვე დავარიცხე ჯურჯელი და ახლა საჭმელს ველოდები. დავიღალი ამ მშიერი ხალხი. და დღეს რა სწრამთ? შვრიის ფაფა. გოგოებო, ძალიან მაგარია, დიანას პრობლემები აქვს, თავისი ჩირლიდერები ვერ გააკონტროლა. და სხვისი მწუხარება რატომ გიხარიათ? ბანი ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდია და მათი ცუდი ჩვენს კარგს ნიშნავს. ახლა გომბეშო მგონია თავი. არ დაგავიწყდეს, ჩვენ ბაყაყები ვართ. და იქნებ მერი და კნოპა მართლა შარში არიან. მათი პრობლემაა, ამ ტერიტორიიდან არ უნდა გავიდეთ. ძალიან ხშია. მალე იქნება ვახშამი. ვაუ, არ მიყვარს ფაფა. ხო, მაგრამ უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ რაზე შევთანხმდით გოგოებო, ამ არდადეგებზე ფორმაში უნდა ჩავდგეთ. ხო, დიეტაზე ვიქნებით. მაგარია, მიყვარს ჯანსაღები. გოგოებო, მოდით ყვავების დედოფალს გამოვუძახოთ. რა იყოთ, დასვენებაა, რამე ხომ უნდა გადაგხვდეს თავს. მე სახლში უიჯას დაფა მქონდა, ნეტა წამომეღო. რა უიჯას დაფა, რა, ყვავების დედოფალი, აქ იმისთვის მოვედით, რომ დავისვენოთ და ვივარჯიშოთ. ხო, საერთოდ არ მაინტერესებს ეს მოჩვენებები მეშინია. სხვათა შორის ღამე ვიღაც მოძრაობდა ლოგინში. გოგოებო, ეგ ჯიჯი იყო, თავის წინდას ეძებდა. ხო, ჯიჯი ჩაკის სათამაშო სავით არის ღამე მაშინებს. გონი გიჟია. გოგოებო, გავიცინეთ გვეყვა, აბა რას ფიქრობთ ყვავების დედოფალზე? არა.
კარგით ბავშვებო, ახლა ყველა ვახშმობს და დავალდებით სანამ ჩაეძინებათ და შემდეგ წავალთ. ხო, ამიტომ შავი ტანსაცმელი უნდა იპოვოთ. ვოიმე, გონი შავ ტანსაცმელთან ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, რა ვქნა? საყვარელო, შემიძლია ჩემი შავი ხუდი მოგცე. კარგი სმაილ, მაგრამ შავი შარვალიც დამჭირდება, შეიძლება? მე კიდევ ვიმეორებ, არ მაქვს შავი ტანსაცმელი, ამიტომ ამაში წამოვალ. ნასტი, ამ ტანსაცმელში კოლხოები შეგჭამენ. კარგი, რამე სხვა შავიცვამ. მე ამით წამოვალ თეთრით რო არ დამკარგოთ. კარგი, ახლა დაველოდოთ, დაიძინებს ყველა და შემდეგ გავიდეთ და ვიპოვოთ კნოპა და მერი. ხო, პროვასტი მეშინია. ჯული, ჩემთან ერთად არ უნდა გეშინოდეს. ისე ცოტა მეც მეშინია, მაგრამ არაფერია, უბრალოდ წვიმაა. პატრიკ, ელვა რომ იყოს აქ. ხო, ჯიჯი, ამაზე ბაბუა ჩემი მიყვებოდა, საშინელებაა. არა, პატრიკ, გადამარჩინე. მეგობრებო, რა გჭირთ დაწნარით, პატარა ბავშვებით იქცევით. ჯერ ელვა და წვიმა არ გინახავთ. გთხოვთ, მასწავლებელმა იქს და ლეილას დავუძახოთ. მასწავლებელო მაიკ. ლეილა! არ მესმის რა ხმოურია. რატომ არ გძინავთ? ჩვენ ისევ საჭმელობით. მასწავლებელო მაიკ, ჯერ არ უვახშმიათ. ახლა მალე იქნება მზად. და რატო ყვიროდით, რა ხდება? მასწავლებელო მაიკ, წვიმის და ელვის ეშინიათ. ხო, ელვისაც მეშინია. მეგობრებო, დაწნარით, ეს სახლი კი ძველია, მაგრამ ელვისგან მაინც დაგვიცავს. იცით რა, თინეიჯერებო, პატარა ბავშვებით იქცევით. თქვენთან ბზედმეტი პრობლემებია. ლეილა, სხვადასხვა ნორმალურია, როცა ვიღაცას რამის ეშინია, მე ფობია მაქვს. ჯული, თუ ფობია გაქვს, წადი სახლში დედასთან და მამასთან. ჯული, როგორც მივხვდავ, ბრაუსერდო და რეშინია და დაგიცავს. პროვასტი. ჯული, ყოველთვის მუწუწურებ დასვენების დროს არ შეიძლება. კარგი, მორჩა, მაგარია, ჯულის არაფრის არ ეშინია, ჯული მაგარია. ჯიჯი, აღარ შეგეშინდეს, თორე სახლში დაგაბრუნებენ. კარგი, პატრიკ, ოღონდ შენ ამ ოთახში დაიძინები ცოტა. არა, ჯიჯი, კომბეშვები გამოგდებენ. მეგობრებო, გირჩევთ ამაზე ფიქრის მაგირვად საჭმელად წავიდეთ. ხო, ბავშვებო, ფაფა გელოდებათ. ხო, კიშმიშით. აბა ბავშვებო, დროა. დროა, ასეთი რაღაც არ წამისვამ სახეზე არასდროს. ნასია, ყველაფერი პირველად ხდება. ბიჭებო? დიანა, ჩვენც. ყველა სმაილ, მძაფრი ემოცია რომ მივიღოთ. კარგი საყვარელო, რასაც შენიტყვი. აბა ბავშვებო, წავედით? წავიდეთ. გამარჯობა, ნასია, საჭმელად წამოხვალ. დიმა, ჯერ არ გივახშმია? რატომ არ გძინავს? ხო, არასწორ დროს მოხვედი. თქვენი სადაც არ მადარდებთ. ნასია, არ გინდა საჭმელად წავიდეთ. დიმა, არ შემიძლია, ჩვენ მივდივართ. ნასია, საიდუმლო არ გაამჟღავნო. დიმა, ნასიას არ შეუძლია. აქ რაც ირგია, ანას რატო გამოიყურებით, რა ხდება? დიმა, კითხვებს ნუსვამ, ვერ გეტყვით. კარგი, არ მეტყვით არ მასწავლებელმა იქს დაუძახებ. რომეო? არა, არავის არაფერს არ ეტყვი. მოიცა, როდის გამომიშვებთ? ხვალ. არ მესმის ბანი, სად მიდიხართ? ბაყაყებო, რატომ გყვიძავთ? კბილებს ვიხეხავდით. ჩვენ სავახშმოდ მივდივართ. ხო, სავახშმოდ. ნუ იტყუებით სახეზე რა გაქვთ? ეს სახის ნიღაბია, ღამე ხო იცი კანი. მისმენთ ბაყაყებო, აუცილებელი არ არის ყველაფერი გითხრათ. ბანი, რაღაცას არ გვეუბნებით. მოკლედ ბაყაყებო, გაიწიეთ. არა, კი. გოგოებო, რაღაცას აკეთებენ, მასწავლებელმა იქს უნდა ვუთხრათ. ჩვენ რა ჩამშვებები ვართ? რატომ ჩამშვებები? მასწავლებელი მაიკის ერთგულები ვართ. მასწავლებელო მაიკ! ბავშვებო, ჩუმად იყავით, წამოდით, მგონი უკვე ყველას ძინავთ. ეს გომოშვები ჩაგვიშვებენ. ეს ბაყაყები ჩაგუშვებენ, მაგრამ ხვალ, ამიტომ ჯერ დრო გვაქვს. საღამო მშვიდობის მასწავლებელო მაიკ, ჯანდაბა. მეგობრებო, სად მიდიხართ? გადაწყვიტეთ, რომ ტერიტორია დატოვოთ? კარგი, ესე იგი ხვალ დაისჯებით. მასწავლებელო მაიკ, რატომ არ გძინავთ? ყველა ნორმალურ ადამიანს ამ დროს ძინავს. და თქვენ ნორმალური არ ხართ. ვეთანხმები. შიგნით შედით მალე, თორემ ხვალ მშობლები მოგაკითხავენ. მაგარია, კარგი, ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა იმედი გქონდა, რომ კნობას და მერის ვიპოვიდით, მაგრამ სხვა მხრიდან უნდა გავიდეთ. კარგი, რამეს მოვახერხებთ? კარგად, დაალაიქეთ. ძილინებისა, ნახვამდის. ვერ ვხვდები, სად მიდიან ასე შეღებილები. მასწავლებელო მაიკ, სასეირნო დისკოზე რას ფიქრობთ? სუფთა ერთ ჩასაყლაპად?
სასწავლებელო მაიკ, ნეტა ვიცოდე, ყველამ ერთად დავიძინეთ, მაგრამ მე მარტომ გავიღვიძე. კოსტა, სად არის შენი მეგობარი? ვაუ, სმაილ, მე მაინტერესებს? არა, ეგრე არა. გამარჯობა. ისე მაგრა ატარებდა დიმა, რომ... აუი.